გაქვს განცდა, რომ ცხოვრების ოკეანის საჭისა და ერქმის გარეშე მიცურავ, შეჩერდი. უმეტესობა ჩვენგანი ღრუბლებში დაფრინავს. ოცნებობთ აბსტრაქტულ ბედნიერებაზე, მაგრამ არ ვიცით საით მივდივართ. იცი რა არის სინამდვილეში ბედნიერება? ეს მიზნის მიღწევაა და არა კომფორტით ტკბობა. წარმოიდგინე შენი გონება როგორც აყვავებული ბაღი. მის ცენტრში კი დგას შუქურა. ეს შუქურა შენი მიზანია. თუ შუქურა არ ანათებს, ქარიშხალი დაგღუპავს. როგორ ავანთოთ ის? სივანას ბრძენებს მარტივი მეთოდი აქვთ. რაც ფურცელზე არ წერია, ის მიზანი არ არის. აიღე ბლოკნოტი და დაარქვი მიზნების წიგნი. ჩამოწერე შენი თხარმა, შენი ცხოვრებისეული დანიშნულება. დაადე შესრულების ვადა. შენმა ტვინმა უნდა იცოდეს, რომ 60,000 აზრიდან დღეს სწორედ ეს ერთი აზრია მთავარი. გამოიყენე 21 დღის წესი. ნებისმიერ ახალჩვევას იქნება ეს ადრე ადგომა, თუ ვარჯიში ზუსტად 21 დღე სჭირდება. გაიმეორე ერთი და იგივე მოქმედება ერთსა და იმავე დროს 3 კვირის განმავლობაში და ის შენი ნაწილი გახდება. ძველი ჩვევები კი უბრალოდ გაქრებიან. მაგრამ მთავარი საიდუმლო სხვა. ამ ყველაფერს აზრი არ აქვს ერთი სიტყვის გარეშე. ეს სიტყვა მგზნებარებაა. ანთე სულის ცეცხლი. გაიღვიძე დილით იმის განცდით, რომ შენ სიცოცხლის დიადი დანიშნულება აქვს. აკეთე ის, რაც გიყვარს და სამყარო თავად მოგცემს ყველაფერს. შენ შენი ბედის პატრონი ხარ. წარსული აღარ არსებობს. არის მხოლოდ აქ და ახლა. დაიწყე შენი მიზნების წიგნის შევსება დღესვე. გამოიწერე გვერდი მეტი საინტერესო ვიდეოსათვის წიგნიდან ბერი, რომელმაც თავისი ფერარი გაყიდა.